12 ივლისს სატურნი იწყებს რეტროგრადს ვერძის ნიშანში და იწყება პერიოდიც, როცა ცხოვრება გვეკითხება, საით მიდიხარ და რატომ. ტყუპებო, თქვენ ფრთხილად უახლოვდებით საკითხებს, რომლებიც ადრე უბრალოდ გვერდით გადადე. სატურნის რეტროგრადი ვერძში გიბრუნებს იმ გაკვეთილებს, რომლებიც უკავშირდება პასუხისმგებლობა, მიზნის დასახვას, გრძელვადიანი მიმართულებების გადახედვას და იმ მოქმედებებს, რომლებისთვისაც თითქოს დრო არ გქონდა ბოლომდე მიჰყოლოდი. ფიქრი შენს როლზე ჯგუფში, მეგობრებში, იდეებში, ვინ ხარ, როცა სხვები შენს აზრს ეძებენ? გაქვს თუ არა თამამი ხედვა და ხარ თუ არა მზად, შენივე იდეების პასუხისმგებლობა იტვირთო? რამე თუ დაუმთავრებელი დაგრჩა, ახლა დრო ამიბრუნდე. სატურნი გიბრუნებს იმ პროექტებს ან თემებს, რომლებიც თითქოს მოიცილე, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ ითხოვს შენგან ზრდას. საქმიანი და პროფესიული მხარე. შიდა სტრუქტურა გთხოვს გადახედვას, დაგეგმარება, რესურსების მართვა, დროის ეფექტურად განაწილება. შეიძლება გეგონა, რომ რაღაც უკვე გამართული იყო, მაგრამ ამ პერიოდში მიხვდები, რომ გარკვეული საფუძვლები სუსტია. სიყვარული და პასუხისმგებლობა. ამ პერიოდამ შეიძლება დაგისვას კითხვები, შენს ურთიერთობას აქვს თუ არა მომავალი. მზად ხარ თუ არა ღრმა ემოციური ვალდებულებისთვის. არ გამოირიცხება შეხვედრა ადამიანთან, რომელიც თითქოს შორიდან გაკვირდებოდა, ან ვიღაც ძველი, ვინც კიდევ ერთხელ უნდა შემოწმდეს შენს ცხოვრებაში. სატურნის რეტრო ტყუპებისთვის ნიშნავს, შენს გეგმებს და გადაწყვეტილებებს სჭირდება გადახედვა. არა ჩაკეტვა, არამედ საშუალება, რომ გაამყარო ის, რაც სუსტია. მეტი დისციპლინა, დროის მართვა, სერიოზული არჩევანი. დაწერე კომენტარებში, მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს გზაზე და ზრდა არ მაშინებს და სატურნი დაგეხმარება იყო არა უბრალოდ მსუბუქი, არამედ მყარი და დარწმუნებული საკუთარ ძალაში.